45 წლის ასაკშიც იღებენ, 50-ის და 60 წლის ასაკშიც იღებენ. გააჩნია კომპანიას და გააჩნია ეს ადამიანი თავისი პროფესიონალიზმით და ადამიანური ღირებულებებით, რისი მომტანია კომპანიისთვის. არსებობს, რა თქმა უნდა, და ძალიან რეალური ასაკობრივი ბარიერებიც, თუმცა ზუსტად აქ მინდა აღვნიშნო, რომ 45-50 წელი ზუსტად X თაობაა, რომელიც ყველაზე მეტად ლოიალურია კომპანიის მიმართ, ყველაზე მეტად აფასებს სტაბილურობას, ყველაზე მეტი უკვე გამოვლილი აქვს ეს ტექნოლოგიური პროგრესი, დაწყებული იქიდან რომ ტელევიზორთან მირბოდა თავის დროზე გადასართავად და ახლა პულტიც კი აღარ ჭირდება, მობილურიდან შეუძლია რომ ეს გააკეთოს. მართლა ურმიდან პრაქტიკულად სკროლზე გადაჯდა. ბოლოს პანდემიითაც დააგვირგვინა და პანდემიის დროს ასევე ონლაინ სწავლობდნენ, მუშაობდნენ, ჩართვები ჰქონდათ და ასე შემდეგ. ანუ ამ თაობამ ყველაზე კარგად აუწყო ფეხი თანამედროვეობას. თუ ამ ადამიანსაც სურს განვითარება, ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი იქნება.